Good evening. საღამომშვიდობის. We have had a wonderful week with you here in Tbilisi. თბილისში ძალიან მშვენიერი კვირა გავატარეთ თქვენთან ერთად. And I want to thank tonight და მინდა რომ მადლობა გადაუხადო დღეს the churches, ეკლესიებს, the pastors, წყემსებს, especially the committee that invited us to come to preach. განსაკუთრებით იმ კომიტეტს, რომელმაც დაგვპატიჟა რომ ჩამოსულიყავით და გვექადაგა. We just have a heart full of gratitude. ჩვენი გული უბრალოდ სავსე არის მადლიერებით. And for all of the volunteers, და ყველა მოხალისე, for the ushers, აშერები, the counselors, სულზე მზრუნველები, all those that have worked with the security and people behind the scenes. ყველა ის ადამიანი, რომელიც დაცვაზე ზრუნავდა და ვერ ხედავდით. We are grateful. ჩვენ მადლიერები ვართ. And I want to thank especially the choir. და განსაკუთრებით მინდა მადლობა გადაუხადო გუნდს. მოდით მივესალმოთ მათ. This is an incredible choir. ძალიან გასაოცარი გუნდია. I wish I could take them with me. ნეტავით ჩემთან ერთად შემეძლოს რომ წაგიყვანოთ ყველანი. They sound like the voices of angels. ანგელოზების ხმით გალობენ. And this is what heaven is going to sound like. და აი ზეცა დაახლოებით აი ასეთი იქნება. I want to thank all of the musicians that have been with us this week. მე მინდა ყველა მუსიკოს გადაუხადო მადლობა, რომელიც აქ იყო ჩვენთან. To have Michael W. Smith, he's an incredible Christian artist. Michael W. Smith რომ იყო ჩვენთან, ის უმშვენიერესი მუსიკოსია. And he's a great friend. და ძალიან კარგი მეგობარი. He has a wonderful family. შვენიერი ოჯახი ყავს. His wife will be with us next week when we're in Poland. შემდეგ კვირას მისი მეუღლე ჩვენთან ერთად იქნება, როდესაც პოლონეთში ჩავატარებთ ფესტივალს. And we're grateful for Dennis Agajanian. და დენის აგაჯენიანის მადლობლები ვართ ჩვენ. Dennis and I have been friends for over 30 years. დენისი და მე 30 წელია რაც მეგობრები ვართ. And the Tommy Coombs band, და Tommy Coombs band-ი ასევე. we have worked together over 20 years. 20 წელზე მეტია რაც ერთად მუშაობთ. And so when I travel, it's like I'm traveling with my family. ასე რომ როდესაც მოგზაურობ, ოჯახთან ერთად მოგზაურობ. These are people that I've known a long time. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც მე დიდი ხანია ვიცნობ. But these are people who are committed to the gospel of Jesus Christ. და ეს ადამიანები მიძღვნილები არიან უფალი იესო ქრისტეს სახარებას. And this is what I want to talk to you about tonight. და დღეს მე მინდა რომ აი ამის შესახებ გესაუბროთ. There'll be some of you here tonight არის აქ ზოგიერთი ადამიანი that aren't sure where your soul is going to spend eternity. და არ ხარ დარწმუნებული გარდაცვალების შემდეგ შენი სული სად გაატარებს The მუდმივობას. Bible says, what should it profit a man if he should gain the whole world and lose his own soul? ბიბლია ამბობს რა სარგებელი კაცს მთელი მსოფლიო რომ შეიძინოს და დაკარგოს თავისი სული. There's some of you tonight are in danger of losing your soul. და ზოგიერთი თქვენთაგანი საშიშროების წინაშე დგახართ რომ დაკარგოთ თქვენი სული. But I want you to know God loves you. მაგრამ მე მინდა რომ იცოდეთ ღმერთს უყვარხართ თქვენ. And sometimes people are misled. და ზოგჯერ ადამიანებს გზიდან გადაახვევინებენ ხოლმე. They believe that religion will save them. და ადამიანებს ჯერავთ რომ რელიგია გადაარჩენს მათ. And this is in every country. და ყველა ქვეყანაში ასია. And there are many religions in the world. და არსებობს მრავალი რელიგია ქვეყნიერებაზე. And people are very sincere. და ადამიანები წრფელები არიან. But religion cannot save you from your sins. მაგრამ რელიგიას არ შეუძლია გიხსნა შენი ცოდებისგან. And the Bible says we're all guilty. და ბიბლია ამბობს რომ ყველანი დამნაშავენი ვართ. We're all guilty of breaking God's laws. ჩვენ დამნაშავენი ვართ დავარღვიეთ ღმერთის რჯული. And the Bible says that the penalty of that is of sin is death. და ბიბლია ამბობს რომ ცოდვის საზღაური სიკვდილია. But yet the Bible tells us that God so loved the world მაგრამ ბიბლია გვასწავლის ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი. that he gave his only begotten son
რომ გასცა თავისი მხოლოდ შობილი ძე that whosoever believeth in him should not perish, but should have everlasting life. რომ ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ კონდეს საუკუნო სიცოცხლე. God loves you. ღმერთს უყვარ ხარ შენ. Your sins separate you from God. შენი ცოდვები გამყოფია შენსა და ღმერთს შორის. But there is nothing you can do to save yourself from your sins. მაგრამ შენ არაფერი არ ძალგიც რომ გააკეთო რომ იხსნა შენი თავი ცოდვისაგან. But God sent his son, მაგრამ ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა. Jesus Christ, from heaven to this earth იესო ქრისტეს ზეციდან მიწაზე. on a rescue mission რომელსაც ჰქონდა დავალება რათა ჩვენ გადავერჩინეთ. to save you from your sins. შენ ყოფილიყავი გადარჩენილი შენი ცოდვებისგან. Jesus Christ took your sins to the cross. იესო ქრისტემ აიტანა შენი ცოდვები ჯვარზე. He died and he shed his blood on the cross for you. ის მოკვდა და დაღვარა სისხლი შენთვის. He was buried for your sins. დაიმარხა შენი ცოდვების გამო. But on the third day, God raised his son და to მესამე life. დღეს ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით. And tonight I want to look at a man in the Bible. დღეს მე მინდა რომ ერთი კაცი გავიხილოთ And this man ბიბლიიდან. is a good man, ეს კაცი კარგი კაცი იყო. a religious man. რელიგიური ადამიანი. He was religious right down to his fingernails. და ისეთი რელიგიური იყო, რომ თითის ბრჩხილებიც კი რელიგიური ქონდა. And he met Jesus და იესოს შეხვდა. and they had a conversation one night. და ერთ ღამეს გამართეს საუბარი. And we're going to read in John chapter 3. და ჩვენ წავიკითხავთ იოანეს სახარების მესამე თავიდან. იყო ერთი კაცი ფარისეველთაგან, სახელად ნიკოდემოსი, იუდეველთა მთავარი. იგი ღამით მივიდა მასთან და უთხრა: რაბი, ჩვენ ვიცით რომ შენ ხარ მოძღვარი, ღვთისგან მოსული. ვინაიდან არავის ძალუც ისეთი სასწაულების მოხდენა, როგორცაც შენ ახდენ, თუ მასთან ღმერთი არ არის. მიუგო იესომ და უთხრა მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთისამეფოს. ეუბნება მას ნიკოდემოსი: როგორ შეუძლია კაცს იშვას თუ იგი მოხუცებულია? ნუ თუ შეძლებს რომ თავის დედის მუცელში მეორედ შევიდეს და იშვას? მიუგო იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები შენ, ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღმერთის სამეფოში. ხორცისგან შობილი ხორცია, ხოლო სულისგან შობილი სული. Nicodemus was an intellectual, ნიკოდემოსი განათლებული ადამიანი იყო. very religious man, ძალიან რელიგიური კაცი. very moral. ძალიან მორალური. He had a great reputation. მას ჰქონდა კარგი რეპუტაცია, But many people trust in their religion. მაგრამ ბევრი ადამიანი საკუთარ რელიგიას ენდობა. And Nicodemus was trusted by the people. და ნიკოდემოს ადამიანებიც კი ენდობოდნენ. And he comes to Jesus under the cover of darkness. და ერთ დღეს ის იესოსთან მოვიდა ღამით, სიბნელეში. And I don't know why, არ ვიცი რატომ. but I suspect that maybe he was ashamed of his own secret sins, მე ვფიქრობ, რომ მას სწვენოდა თავისი დაფარული ცოდვების. the sins in his private life. ცოდვები, რომელიც პირად ცხოვრებაში ჰქონდა. But whatever it was, he couldn't sleep. მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო, ვერ დაიძინა. He was troubled in his spirit. ის იყო შეწუხებული სულში. And there's some of you here tonight that you're troubled in your spirit. და შეიძლება აქ არის ზოგიერთი თქვენთაგანი, რომელიც შეწუხებულია სულში. Maybe you're addicted to drugs or alcohol. შეიძლება შენ მიჯაჭვული ხარ ნარკომანიას. Maybe you're troubled because of school. შეიძლება მიჯაჭვული ხარ იმიტომ რომ უნივერსიტეტში სწავლობ. Or maybe an unwanted pregnancy. არ ვიცი, შეიძლება დაფეხმძიმებული ხარ. Maybe your home is breaking apart. არ ვიცი, შეიძლება ოჯახი გენგრევა. Maybe you don't have a job. არ ვიცი, შეიძლება სამუშაო არ But გაქვს. whatever is wrong, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს რა არის არასწორად. I want you to know tonight that Jesus Christ is your answer. მე მინდა უბრალოდ იცოდე დღეს რომ იესო ქრისტეა შენთვის პასუხი. Jesus said, I am the way, the truth, and the life. იესო ბრძანა მე ვარ რომ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. No man comes to the Father but by me. არავინ ვერ მივა მამასთან თუ არა ჩემი მეშვეობით. There's no other way to God არ არსებობს სხვა გზა ღმერთთან. except through Jesus Christ. გარდა იესო ქრისტესი. And tonight, if you have never invited Christ into your heart or to your life, და თუ შენ არასოდეს არ გითქვია იესოსთვის შემოდი ჩემს გულში, if you've never trusted him as your Savior, თუ შენ არ მინდობილ ხარ მას როგორც შენს მხსნელს, I'm going to give you an opportunity tonight მე დღეს მინდა შესაძლებლობა to მოგცე, confess your sins to God, რომ აღიარო შენი ცოდვები ღმერთის to წინაშე. ask for his forgiveness, სთხოვო მას პატიება and by faith invite his son Jesus Christ into your life. და რწმენით დაპატიჟო მისი ძე იესო ქრისტე შენს გულში. Jesus said, I'm the way. იესომ თქვა მე ვარო გზა. He said, I'm the truth. იესომ თქვა მე ვარ He ჭეშმარიტება. said, I'm the life, and no man comes to the Father but by me. იესომ თქვა მე ვარ სიცოცხლე და ვერავინ ვერ მივა მამასთან თუ არა ჩემით. Is there an emptiness in your life? არის სიცარიელი შენ ცხოვრებაში? Is your life upside down? არის შენი ცხოვრება თავდაყირა?
Are you confused about what you should do or where you should go? დაბნეული ხარ, არ იცი საწახვიდე რა გააკეთო. I can tell you that you can come to Jesus tonight. მე დღეს მინდა იცოდე, შენ შეგიძლია იესოსთან მოსვლა. And you see, that's what Nicodemus did. იცით ნიკოდემოსი ასე მოიქცა. He came to Jesus. იესოსთან მოვიდა იგი. And you can come to Jesus და tonight. დღეს შეგიძლია შენც მოხვიდე And I'm going to იესოსთან. invite you in a few moments. და რამოდენიმე წუთში აუცილებლად მოგიპატიჟებ ამისთვის. You prepare to come to him. და შენ გაემზადე რომ იესოსთან მოხვიდე. And before Nicodemus could pay the proper compliments or even ask a question, და ვიდრე ნიკოდემოსი ხოტბას შეასხავდა უფალს. Jesus looked at Nicodemus იესომ შეხედა ნიკოდემოს and he said, Nicodemus, you have to be born again. და ნიკოდემოს ეუბნება, ნიკოდემოს შენ ხელახლა უნდა იშვა. What he's saying is, your religion's not enough. ნიკოდემოს ეუბნება რომ შენი რელიგია საკმარისი არ არის. Now, Nicodemus must have been stunned. და ნიკოდემოსი ალბათ გაოცდა. Now, if Jesus had said this to the woman at the well, იესოს ეს რომ მეთქვა სამარიტელი დედაკაცისთვის, რომელიც ჭასთან იჯდა. remember he met the woman and she had 5 husbands გახსოვთ ხომ ეს ქალი, რომელსაც 5 ქმარი ყავდა and was living with another man. და კიდევ სხვა კაცთან ერთად ცხოვრობდა. Now, if Jesus had said to her, you have to be born და again, თუ იესომ მას ეთყოდა ხელახლა უნდა იშვა, Nicodemus would have agreed. ნიკოდემოსი ალბათ დაეთანხმებოდა. He would have said, that's right. შეიძლება ეთქვა რომ მართალი ხარ. Or if he had said that to Zacchaeus, the tax collector, მაგალითად ზაქესთვის რომ ეთქვა, რომელიც მებაჟე იყო, he was the corrupt public official. რომელიც კორუმპირებული სახელმწიფო მოხელე იყო. If Jesus had said that to him, იესოს მისთვის რომ ეთქვა, Nicodemus would have said, that's right. ნიკოდემოსი იტყოდა რომ მართალი ხარ უფალო. But you see, Nicodemus was a religious man. მაგრამ ნიკოდემოსი რელიგიური კაცი იყო. He was a member of the Jewish ruling council, ის იყო წევრი ებრაელთა მართველი საბჭოსი. a Pharisee. ის იყო ფარისეველი. I mean, this guy is high up in the religious hierarchy. და ეს კაცი იყო მაღალი იერარქიის რელიგიური პირი. And Pharisees were the strictest of religious sects. და დღეს ფარისევლობა ცუდად ჟღერს, მაგრამ მაშინ ფარისეველი ნიშნავდა რომ შენ იყავი რჯულის დამცველი. They dedicated their lives to upholding the law of God. ისინი თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს ღმერთს, რომ დაეცვათ რჯული. He dealt justly with his fellow man. ის სამართლიანად ექცეოდა ადამიანებს. He was moral. ის იყო თავმდაბალი, ის იყო რჯულის მორჩილი. He was very conscientious in all of the religious duties. ის იყო კეთილსინდისიერი ადამიანი და რჯულის ყველა წესს იცავდა. He fasted. ის მარხულობდა. He went to the temple every day for 2 hours to pray. ყოველ დღე მიდიოდა ტაძარში 2 He საათი. gave his money. თავისი ფულს არიგებდა. And many people think that religion is all you need to please God. და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ რელიგია არის საკმარისი იმისთვის, რომ ამოღმერთს. But religion is not enough. მაგრამ რელიგია საკმარისი არ არის. Jesus said, Nicodemus, you have to be born again. იესომ უთხრა ნიკოდემოს შენ მაღლიდან უნდა იშვა. But people think that all you need is religion. მაგრამ ბევრი ადამიანი ამბობს, რელიგია საკმარისია. Being a Catholic cannot save you from your sins. კათოლიკობა არ ნიშნავს, რომ გადარჩენილი ხარ. Being a Baptist cannot save you from your sins. ბაპტისტი იყო არ ნიშნავს, რომ ცოდვები გეპატია. Being Orthodox cannot save you from your sins. იყო მართლმადიდებელი არ ნიშნავს, რომ ცოდვები გეპატია. Being Pentecostal cannot save you from your sins. 50-იანობა არ ნიშნავს, რომ ცოდვები გეპატია. And what Jesus is saying tonight to you, იესო დღეს გეუნება შენ. the same thing he said to Nicodemus. და იგივე უთხრა ნიკოდემოს. It's not enough, you have to be born again. არ არის ეს ყველაფერი საკმარისი, შენ მაღლიდან უნდა იშვა. And if you're here tonight and you're not sure that you've experienced the new birth, და შენ თუ დღეს მოხვედი და არ იცი და არ განგიცდია რას ნიშნავს მაღლიდან შობა. if you have not confessed your sins to God, და შენი ცოდვები ჯერ არ გიღიარებია ღმერთის წინაშე. asked him for his forgiveness, დღეს უნდა სთხოვა მას პატიება. and by faith invited Jesus Christ into your heart of life. და რწმენით დაპატიჟე იესოს შენს გულში და შენს ცხოვრებაში. If you've never done that, თუ ეს არ გაგიკეთებია, tonight I'm going to give you an opportunity to do it. დღეს მე მინდა შესაძლებლობა მოგცე რომ ასე Tonight მოიქცე. your sins can be forgiven. დღეს შეიძლება ცოდვები გეპატიოს. God will give you a new life and a new beginning. ღმერთი მოგცემს ახალ სიცოცხლეს და ახალ დასაწყისს. You can have that assurance that your soul will be in heaven for eternity. და დარწმუნებული იქნები რომ ზეცაში იქნება შენი სული უკუნითი The უკუნისამდე. new birth is real. ზეციდან შობა ნამდვილი რამ არის. And tonight I'm going to give you that opportunity. და დღეს მე მინდა რომ შესაძლებლობა მოგცეთ. You see, he said to Nicodemus, you have to be born again. ნიკოდემოს ეუბნება მაღლიდან უნდა იშვა. Nicodemus said, how can these things be? ნიკოდემოსმა იკითხა, როგორ მოხდება ეს? Can I enter a second time into my mother's womb? How does this work? რა, დედის მუცელში შევალ და მეორე დავებადები? You see, man has a problem. იცით ადამიანებს აქვს პრობლემა. Sin.
ეს არის ცოდვა. The Bible says the heart is deceitful above all things and desperately wicked. Who can know it? ბიბლია მომს ყველაზე ცბიერია გული, გამოუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას. The Bible says that we've all sinned and come short of God's glory. ბიბლია მომს ყველამ შევწოდეთ და მოკლებულნი ვართ ღმერთის დიდებას. But where did sin come from? მაგრამ საიდან მოვიდა ცოდვა? When God made the first man and woman, როდესაც ღმერთმა შექმნა პირველი მამაკაცი და დედაკაცი, they disobeyed God. ისინი არ დაემორჩილებდნენ ღმერთს. And that one act of disobedience, და აი ამ დაუმორჩილებლობამ sin entered the world. ერთი დაუმორჩილებლობის გამო ცოდვა მოვიდა ქვეყანაზე. And like cancer, და როგორც აი სიმსივნე კიბო it has infected the entire human race. და მან მოიცვა დედამიწის ყველა მკვიდრი. All of us are guilty of sin. ყველანი დამნაშავენი ვართ ცოდვის. And the Bible says just as sin entered the world through one man, და ბიბლია ამბობს, ამიტომ როგორც ერთი ადამიანის მიერ შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაზე. and death through sin. ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი. In this way, death came to all men because all have sinned. ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესწოდა. And Jesus said to Nicodemus, you have to be born again. და იესო ეუბნება ნიკოდემოს, შენ მაღლიდან უნდა იშვა. Because we're sinners. იმიტომ რომ ცოდვილები ვართ. And the Bible says the wages of sin is death, but the gift of God is eternal life through Jesus Christ our Lord. და ბიბლია ამბობს, რადგან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღმერთის საჩუქარი საუკუნო სიცოცხლე ჩვენ სუფალ ქრისტე იესოში. Your sins separate you from God. შენი ცოდვები გაგყოფენ შენ ღმერთისაგან. And you say, Franklin, what do you mean by sin? შეიძლება იკითხო, ფრენკლინ, რას გულისხმობ, რა არის ცოდვა? You come from America. შენ ამერიკიდან ხარ? Here in Georgia, we live differently. საქართველოში ჩვენ სხვანაირად ცხოვრობთ And maybe sins in America are not the same as sins here. და შეიძლება ამერიკაში ცოდვა სხვანაირია ვიდრე საქართველოში. God's laws are the same. ღმერთის რჯული იგივეა. Whether you live in Africa, აფრიკაში ცხოვრობ, whether you live in Europe, ევროპაში ცხოვრობ, whether you live in Asia, აზიაში ცხოვრობ, whether you live at the South Pole. თუ სამხრეთ ჩრდილოეთ პოლუსზე. God's laws are the same. ღმერთის რჯული იგივეა And they're the same for all of us. და ყველასთვის იგივეა. And they don't change. და მისი რჯული არ იცვლება. They're same today დღესაც იგივეა, as they were 1,000,000 years ago. მილიონი წლის უკანაც იგივე იყო They're going to be the same 1,000,000 years და from now. მილიონი წლის შემდეგაც იგივე იქნება. And you say, but Franklin, I don't understand sin. შეიძლება თქვა, ფრენკლი, მე არ მესმის ცოდვა. Well, telling a lie is a sin. ტყუილის თქმა ცოდვაა. Have you ever lied? როდისმე გითქვია ტყუილი? Of course you have. რა თქმა უნდა გითქვამს. We all have. ჩვენ ყველას გითქვამს. I have. მე მithქვამს. I'm guilty. და მეც დამნაშავე ვარ. Stealing, have you taken anything? ქურდობა ცოდვა, აგიღია რამე რაც არ გეკუთვნის. It's a sin against God. ეს ღმერთის წინააღმდეგ ცოდვაა. Dishonoring your parents is a sin against God. მშობლების მიმართ უპატივის მცემლობა ცოდვა არის ღმერთის წინაშე. Murder. კვლელობა. You say, well, Franklin, of course, if you murder someone, you go to jail. იტყვე ფრენკლინ, რა თქმა უნდა, თუ მოკლავ ვიღაცას ციხეში ჩაქსვავენ. Abortion. აბორტი. Now, in my country, it is legal. ჩემს ქვეყანაში ლეგალურია აბორტი. Just because the politicians say it's legal doesn't mean it's right. თუ პოლიტიკოსები ამბობენ რომ კანონია, ეს არ ნიშნავს რომ ეს კანონიერია. It's a sin against God. ეს არის ცოდვა ღმერთის წინააღმდეგ. I was being interviewed a few years ago რამოდენიმე წელს უკან ინტერვიუ ჩამომართვეს. by a woman from New York City, ერთი ქალბატონი იყო ნიუ-იორკიდან and she represented a very large magazine. და ის იყო წარმომადგენელი ასეთი ცნობილი ჟურნალის And we were at dinner one night, და ერთ საღამოს ვახშმობდით ერთად. sitting at a long table ასეთი გრძელი მაგიდა იყო. with some other friends, სხვა მეგობრებიც იყვნენ იქ and this lady and I sat at the end of the table. და მე და ეს ქალბატონი ვიჯექით მაგიდის თავში. And she was asking me questions. და კითხვა damისვა. Finally, I asked, can I ask you some questions? და შემდეგ უთხარი, შეიძლება მე დაგისვა კითხვა. She said, okay. მან თქვა, კარგით. She had her glasses on, სათვალე ეკეთა. and then she slid them down on her nose. სათვალე ჩამოწია ასე ცხვირზე She reminded me of my 5th grade school teacher. და გამახსენა მეხუთე კლასში რომ მასწავლებელი მყავდა ზუსტად ისე იქცეოდა. And she had her arms folded, ხელები აი ასე გადააჯვარედინა and she said, go ahead. და თქვა, დამისვება კითხვა. I said, are your sins forgiven? მე უთხარი, შენი ცოდვები ნაპატიებია? Well, she eyes began to fill up with some tears. და წრემლით აევსო თვალი. I said, did you know that God loves you მე უთხარი, იცოდი რომ ღმერთს უყვარხარ. and that he wants to forgive you? იცოდი რომ ღმერთს უნდა რომ გაპატიოს.
Have you ever invited Jesus Christ into your heart? დაგიპატიჟია თუ არა იესო ქრისტე შენ ცხოვრებაში? And now the tears are coming down her cheeks. და დაიწყო ამ ქალბატონმა ტირილი. She said, no, I've never asked him. წრემლები ღაბაღუბით ჩამოდის და მეუნება არ გამიკეთებია I ეს. said, would you like to have God's forgiveness? მეოთხარი გინდა რომ ღმერთმა გაპატიოს? She said, yes, I would. მათ თქვა დიახ მინდა. Would you like to entrust Jesus Christ as your Savior? გინდა რომ იესოს მიენდო როგორც შენს პირად მხსნელს. Will you invite him into your heart? დაპატიჟებ შენს პირად ცხოვრებაში. Will you surrender your life to him? დაეუმორჩილებ შენს ცხოვრებას ღმერთს. She said, I will. მათ თქვა დიახ. Would you like to do it right now? და მეოთხარი ახლა თუ გინდა რომ ილოცო? She said, I would. მათ თქვა დიახ მინდა რომ ვილოცო. I said, I want to pray. და მეოთხარი მოდი ვილოცოთ. And I want you to repeat this prayer after me. და მეოთხარი გაიმეორეთ შენთან ერთად ეს ლოცვა. And now all the people at the table და ადამიანები რომლებიც მაგიდასთან იჯდნენ, have stopped eating. ყველა გაჩერდა აღარავინ ჭამდა. And now they're all looking down at the end of the table at us. და ყველანი გვიყურებენ ჩვენ. I told the lady, you pray this prayer after me. და მეოთხარი გაიმეორეთ შენთან ერთად ეს And it's the ლოცვა. same prayer that I'm going to pray with you in a minute. და ეს იგივე ლოცვაა, რომელთაც მე თქვენთან ერთად ვილოცებ რამოდენიმე წუთში. I said, dear God. მეოთხარი ძვირფასო ღმერთო. She said, dear God. მან თქვა ძვირფასო ღმერთო. I am a sinner. მე ცოდვილი ვარ. She said, I'm a sinner. მან თქვა მე ცოდვილი ვარ. I said, I'm sorry for my sins. მეოთხარი მე ვწუხვარ ჩემს ცოდვაზე. She said, I'm sorry for my sins. მან გაიმეორა მე ვწუხვარ ჩემს ცოდვაზე. I believe that Jesus Christ is your son. მე მჯერავს რომ იესო ქრისტე შენი ძეა. She said, I believe Jesus Christ is your son. მან თქვა მე მჯერავს რომ იესო ქრისტე შენი ძეა. That he took my sins to the cross and he died in my place. რომ მან აზიდა ჩემი ცოდვები ჯვარზე და მოკვდა ჩემთვის. She said that. და მანაც გაიმეორა. And then I said, will you invite Jesus into your heart? მე რა ვთხარი დაპატიჟებ იესოს შენს ცხოვრებაში. She asked him to come into her heart. და მან თქვა დიახ მე დავპატიჟებ. And we said, amen. და ჩვენ ვთქვით ამენ. Well, she looked at me with tears coming down her face. She said, I have to confess something to you. შემომხედა წრემლები ჩამოზის და მეუბნება რაღაც უნდა ვაღიარო. I said, you don't have to confess anything to me. მან თქვა მე ვთხარი რომ ჩემთან არაფერი გაქვს You აღიარებელი. just confessed it to God. შენ ღმერთთან უნდა He's აღიარო. forgiven you. მან გაპატია. And she got very intense. და დაიძაბა ეს She ქალი. said, no. She said, I have to say this. მან თქვა არა მე შენ უნდა გითხრა. She said, I have to know something. მე რაღაც უნდა ვიცოდე. She said, 20 years ago, I had an abortion. მან თქვა 20 წლის უკან ბავშვი მოვიცილე. Will God forgive me for what I have done? მაპატიებს ღმერთი ამ ცოდვას. It's haunted me every day of my life. ყოველ დღეს დამდევს ეს აზრი. Every morning I wake up, I think about what I did. ყოველ დილით როდესაც ვიღვიძებ ამაზე ვფიქრობ. On the 6th anniversary, მე-6 წლის თავზე. I thought about the child would have been going to school. ფიქრობდი რომ აი ბავშვი ახლა სკოლაში წავიდოდა. On the 16th anniversary, I thought about the child going maybe on its first date. 16 წელი რო გავიდა ვთქვი რომ პირველი შეყვარებული ეყოლებოდა მას. And then when 18, I thought the child might have been married by now. და მე ვთქვი და მითხრა 18 წლის რო იქნებოდა უკვე შეიძლება დაქორწინებული ყოფილიყო. It's haunted me. დამდევს ყოველ დღე. Will God forgive me for what I did? მაპატიებს ღმერთი ამ ცოდვას. He just did. მე ვთხარი მან უკვე He გაპატია. forgave you. მან წაიღო შენი You're ცოდვა. forgiven. დღეს უკვე ნაპატიები ხარ. And tears streamed down her cheeks. და წრემლები მოსდის ამ ქალს. She took her face and she buried her face in her hands. სახე ხელებში ჩამალა. But now these tears were tears of joy, მაგრამ ახლა ეს წრემლები იყო სიხარულის knowing წრემლები. that she was forgiven. რადგან იცოდა რომ ღმერთმა აპატია And მას. that this guilt and shame was now gone. რომ წავიდა მისგან ყოველგვარი სირცხვილი. You see, all of us are guilty of sin. ყველანი ცოდვილები ვართ. Every one of us here tonight. ყველა ჩვენთაგანი. But God is willing to forgive you. მაგრამ ღმერთს ნებავს რომ გაპატიოს. He wants to cleanse you. მას უნდა რომ გაგწმინდოს. He wants to set you free. მას უნდა რომ გაგანთავისუფლოს. I was 22 years old before I confessed my sins to მე God. 22 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი ცოდვები ვაღიარე. I was raised in a Christian home. მე ქრისტიანულ ოჯახში გავიზარდე. I went to church. ეკლესიაში დავდიოდი. I memorized Bible scripture. ბიბლია დაზეპირებული მქონდა. But I wasn't willing to let Jesus Christ be the Lord of my life. მაგრამ არ მინდოდა რომ უფალი ყოფილიყო ჩემი ცხოვრების უფალი. I didn't want to trust him as my Savior. მე არ ვენდობოდი მას როგორც ჩემს პირად Oh, I მხსნელს. believed in God. კი მჯეროდა ღმერთის. It wasn't that I didn't believe, განა ისე იყო რომ არ მჯეროდა. but I didn't want him to be in control.
მაგრამ არ მინდოდა რომ მის ჩემი ცხოვრება მას And there are many of you here tonight, you're like that, you want to be in control. და ბევრი თქვენთაგანია და თქვენ გინდათ რომ თქვენი ცხოვრება თქვენ აკონტროლოთ. But there's that emptiness in your life. მაგრამ სიცარიელია შენ And you've ცხოვრებაში. tried to fill it with things. და ცდილობ რომ რაღაცეებით შეავსო. Things that money can buy. რაღაცეებით რაც არ შეუძლია ფულმა იყიდოს. Maybe you've turned to alcohol or to drugs. შეიძლება შენ ალკოჰოლს მიმართე. Trying to fill that big black hole, that vacuum in your life. და ცდილობ რომ ეს დიდი შავი ხვრელი შენ ცხოვრებაში შეავსო. But I want you to know that what Jesus told Nicodemus, მაგრამ მე მინდა იცოდე ის რაც იესომ უთხრა ნიკოდემოს. he is saying this to you tonight. You have to be born და again. ის დღეს შენ გეუბნება შენ მაღლიდან უნდა იშვა. And you say, but what is the new birth? და შეიძლება იკითხო რა არის მაღლიდან შობა. The Bible says, I will give you a new heart and put a new spirit in you. ბიბლია ამბობს რომ მე თქვენ ახალ გულს მოგცემ და ახალ სულს ჩავდებ თქვენში. You believe on Christ tonight. დღეს ქრისტე უნდა You ირწმუნო. trust him tonight as your Savior. დღეს მას მიენდე როგორც მხსნელს. You're willing to confess your sins and turn from your sins აღიარე შენი ცოდვები და გაბრუნდი შენი ცოდვებისგან. and surrender your life to Jesus Christ. და შენი ცხოვრება დაუმორჩილე იესო ქრისტეს. He'll give you a new heart ის მოგცემს ახალ გულს. and a new spirit. მოგცემს ახალ სულს. The Bible says it's repenting and being converted. ბიბლია ამბობს რომ მოინანიათ და შებრუნდით ცოდვებისგან. The Bible says it is being brought back from death to life. ბიბლია გვასწავლის რომ ამით შენ სიკვდილიდან სიცოცხლეში მობრუნდები. The Bible says if any man be in Christ, he is a new creation. ბიბლია გვასწავლის ვინც ქრისტეშია ახალი ქმნილებაა. Old things are passed away. Behold, all things become new, the Bible says. ძველმა განვლო ახლა ყოველივე ახალია. Will you trust Christ tonight? მიენდობი დღეს ქრისტეს? Is your soul secure in the hands of God? შენი სული დაცული თუ არის ღმერთის ხელში? You say, well, Franklin, I think so. შეიძლება თქვა ფრენკლი თითქმის დარწმუნებული ვარ. I'm not talking about thinking. მე არ ვლაპარაკობ თითქმის Do დარწმუნებული you ვარ. know it? ვფიქრობ, მე Are მინდა you- რომ იცოდე. Will you bet your life on it? ისე არის რომ სრულად დარწმუნებული ხარ რომ სიცოცხლეს დადებ. You say, well, Franklin, I'm not that confident. შეიძლება თქვა ფრენკლი მე არ ვარ ასე Well, then დარწმუნებული. you need to be born again. მაშინ მაღლიდან უნდა იშვა. You can invite Christ into your heart in just a moment. შენ რამოდენიმე წუთში ქრისტე უნდა დაპატიჟო შენს In გულში. just a moment, I'm going to ask you to stand. და რამოდენიმე წუთში გეტყვით რომ ფეხზე წამოვდგეთ. And by standing, you're saying to God, I've sinned. და თუ შენ ფეხზე წამოვდგები, ამით იტყვი რომ ღმერთო მე შევწოდე. By standing, you're saying to God, I'm sorry for my sins. და იტყვი რომ ღმერთო მე წუხვარ ჩემ And by ცოდვებზე. standing, you're saying, I believe Jesus Christ და იტყვი რომ მე მწამს იესო ქრისტესი. is your Son who died for me რომ შენი ძია რომელიც მოკვდა ჩემთვის. and that you raised him to life. და სიცოცხლეში აღადგინე And I იგი. want to invite him to come into my და მე heart. მინდა რომ დავპატიჟო იგი ჩემს გულში. You prepare to come in just a moment. რამოდენიმე წუთში მზად იყავი რომ მოხვიდე. You see, the new birth is a new direction. იცით ახალ ხელახლად შობა ნიშნავს ახალ მიმართულებას. It's the union of the soul with Christ. ეს არის შენი სულის ქრისტესთან ერთად ერთობა. Christ comes through the Holy Spirit and takes up residence in our heart and in our life. ქრისტე მოდის სულიწმიდის მეშვეობით და ის მკვიდრდება შენში. And Nicodemus said, how can these things be? და ნიკოდემოსმა იკითხა, როგორ მოხდება ეს? The Bible says that God so loved the world ბიბლია ამბობს, ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყნიერება, that he gave his only begotten Son, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, that whosoever believeth in him რათა ყოველი მისი მორწმუნე should not perish but should have everlasting არ life. დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. Do you believe tonight? გჯერავს ამის დღეს? Do you believe that God loves you? გწამს რომ ღმერთს უყვარხარ? Do you believe that he sent his Son გწამს რომ მან წარმოგზავნა თავისი ძე, to take your sins upon the cross? რომ შენი ცოდვები წაეღო? The Bible says, for God did not send his Son into the world to condemn the world, ბიბლია ამბობს, რომ ღმერთს არ გამოუგზავნია თავისი ძე ქვეყნიერებაზე, რათა მსჯავრი დაედო ქვეყნიერებისთვის, but to save the world through him. არამედ გადაერჩინა ქვეყნიერება მისი მეშვეობით. He that believes in him is not condemned, მისი მორწმუნე მსჯავრდებული არ იქნება. but whoever does not believe stands condemned already. მაგრამ ვინც არ ირწმუნებს, უკვე მსჯავრდებულია. You have to make a choice. შენ დღეს არჩევანი უნდა გააკეთო. You can accept Christ, ან მიიღებ ქრისტეს, you can reject him, ან უკუაგდებ მას. but it's your choice. მაგრამ ეს შენი არჩევანია. Will you trust him? მიენდობი თუ არა ქრისტეს. Tonight, you can experience this new birth. დღეს შეგიძლია ზეციდან იშვა. You've got to acknowledge that you're a sinner. შენ უნდა მიხვდე რომ ცოდვილი ხარ. Ask for God's forgiveness.
სთხოვე ღმერთს პატიება And you've got to be willing to turn from your sins და შენ უნდა ზურგი აქციო შენ სცოდვებს and receive Christ by faith into your და heart. მიიღო ქრისტე რწმენით შენს გულში. Are you sure of your salvation? დარწმუნებული ხარ თუ არა შენს გადარჩენაში? The Bible says, for by grace have you been saved through faith. ბიბლია ამბობს რომ რწმენით მადლით ხართ გადარჩენილები რწმენის მეშვეობით. And it's not of yourselves. და ეს თქვენგან არ არის. It's a gift of God, ეს ღმერთის საჩუქარია. not by works, lest any man should boast. არა საქმეებით რათა არავინ დაიკვეხნოს. The Bible says that we've been born again, not of perishable seed, but of imperishable, through the living and enduring Word of God. ბიბლია ამბობს რომ არა ხრწნადი თესლით ვიშვით, არამედ უხრწნადი თესლით, რაც ღმერთის სიტყვაა. God loves you. ღმერთს უყვარხარ შენ. You remember this. მე მინდა რომ ეს გახსოვდეს. If you forget everything else, თუ ყველაფერი დაგავიწყდება რაც ვილაპარაკეთ. God loves you. ღმერთს უყვარხარ შენ. And Jesus Christ took your sins. და იესო ქრისტემ აზიდა შენი ცოდვები. And tonight He will forgive you. და დღეს მას სურს რომ But გაპატიოს. you've got to believe. მაგრამ შენ უნდა ირწმუნო. By faith, რწმენით you've got to be willing to believe. შენ უნდა გქონდეს სურვილი რომ ირწმუნო. To believe in the name of the Lord Jesus Christ. ირწმუნო უფალ იესო ქრისტეს სახელი. God loves you. ღმერთს უყვარხარ He will forgive you. და ის გაპატიებს. But you've got to be willing to invite Him to come into your heart and your მაგრამ life. შენ უნდა დაპატიჟო იესო შენს გულში. And that's through faith in His Son, Jesus და ეს Christ. ხდება იესო ქრისტესადმი რწმენით. No one has paid the debt of sin. არავის არ გადაუხდია ცოდვის საზღაური. You're not able to pay the debt of sin. შენც ვერ გადაიხდი ცოდვის საზღაურს. You would have to shed your blood. შენ საკუთარი სისხლი უნდა დაღვარო You would ამისთვის. die and you'd be separated for eternity. და რომც დაღვარო მაინც არ იქნება მიღებული. But because God loves you so much, მაგრამ იმის გამო რომ ღმერთს უყვარხარ, He sent His Son to take your sins. მან თავისი ძე გამოგზავნა რათა ცოდვები აიღო თავის His Son თავზე. shed His blood for you. თავის მის ძემ დაღვარა სისხლი He შენთვის. died on the cross. ის მოკვდა ჯვარზე. He was buried. დაიმარხა. On the third day, God raised Him to და life. მესამე დღეს ყდრეთით აღადგინა And you ღმერთმა. can be born again right და now დღეს შეგიძლია მაღლიდან იშვა by ღმერთისაგან. believing on the name of the Lord Jesus Christ. თუ ერწმუნები უფალი იესო ქრისტეს And if you're სახელს here tonight და თუ დღეს მოხვედი and if you've never invited Christ into your heart, into your life, და იესო არ დაგიპატიჟია შენს გულში მხსნელად if you're here tonight and you have never experienced this new birth, stay standing. და მე მინდა რომ ფეხზე დარჩეთ ძვირფასებო. We're going to have a prayer. ჩვენ ერთად უნდა ვილოცოთ. We're going to have a prayer. ჩვენ ყველანი ვილოცებთ ერთად. But this is a holy moment. ეს წმინდა წუთებია And I'm ძვირფასებო. asking you, are you sure your sins are forgiven? და მე მინდა რომ დარწმუნებული იყო რომ დღეს ცოდვები If you're გეპატია. not sure, და თუ დარწმუნებული არ ხარ, you stand right now and raise your ფეხზე hand. წამოდექი და ხელი აწიე მაღლა ღმერთის წინაშე. I want to lead you in a prayer right now. მე მინდა რომ ლოცვაში წარგიწვეთ. Now, a prayer is just talking to God. ლოცვა არის ღმერთთან ლაპარაკი. And I'm going to lead you in this prayer. და მე თქვენ წარგიწვებით ლოცვაში. And I want you to pray this prayer out loud. და მე მინდა რომ ვინც ფეხზე წამოდექი და ხელი აწიეთ ღმერთის წინაშე ხმამაღლა ილოცოთ ამ ლოცვით. Repeat it out loud after me. გაიმეორეთ ჩემთან ერთად ხმამაღლა. So let's pray. მოდით ვილოცოთ. Dear God, ძვირფასო ღმერთო, I am a sinner. მე ცოდვილი ვარ. I am sorry for my sins. წუხვარ ჩემი ცოდვების გამო. Forgive me. მაპატიე. I believe Jesus Christ is your Son. მწამს რომ იესო შენი ძეა. I believe that He died on the cross for my sins. მწამს რომ ჩემი ცოდვების გამო მოკვდა ჯვარზე. I believe that you raised your Son, Jesus Christ, to life. მწამს რომ შენ აღადგინე იესოს სიცოცხლეში. I want to invite Jesus Christ to come into my heart, და მინდა რომ იესო დავპატიჟო ჩემს გულში. to take control of my life. რომ მან აკონტროლოს ჩემი ცხოვრება. I want to trust Jesus as my Savior, მე მინდა იესოს მივენდო როგორც მხსნელს. and I'm willing to follow Him as my Lord. და მე მინდა რომ გავყვე მას როგორც უფალს. I pray this in the name of Jesus. და ამას ვლოცულობ იესოს სახელით. Amen. ამინ. God has forgiven you. ღმერთმა გაპატიათ შენ. Whatever your sins are, სადაც არ უნდა ყოფილიყო შენი they ცოდვები. don't exist anymore. შენი ცოდვები აღარ არსებობენ. He's forgiven you. ღმერთმა გაპატიათ ცოდვები. When computers first came out, როდესაც კომპიუტერები შემოვიდა, my secretary was typing some letters. ჩემი მდივანი რაღაცა წერილს სკრიბავდა. She got mad at her computer.
და კომპიუტერს გაუბრაზდა. and she was talking to her computer. იმიტომ რომ ელაპარაკებოდა I კომპიუტერს. thought this is kind of strange. და მე ვიფიქრე რომ ეს უცნაურია. So I went into her office. მივედი მასთან I said, "What's wrong?" და მე ვთქვი რა ხდება? She said, "I hit a wrong button მან თქვა არასწორ ღილაკს დავაჭირე and I've deleted all of your letters. და წავშალეო შენი წერილები. Now I have to start over." ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. This is what God has done. აი ღმერთმა ზუსტად ეს გააკეთა. He has hit the delete button. მან წაშლას დააჭირა თითი. Your sins have been erased. და შენი ცოდვები წაშლილია. There's no record of them anymore. აღარ არსებობს თქვენი ცოდვების ჩანაწერი. You have a new life, a new beginning. და შენ გაქვს ახალი სიცოცხლე, ახალი დასაწყისი. Don't go back to your old sin. ნუღა დაუბრუნდები შენ ძველ ცხოვრებას. There'll be some friends you'll have to turn your back on. გეყოლება მეგობრები, რომლებიც გეტყვიან წამოდი და უნდა უთხრა არა. There have been some things you've been doing you'll have to stop. არის რაღაცები, რასაც აკეთებდი და უნდა გაჩერდე. God has forgiven you. იმიტომ რომ ღმერთმა გაპატია დღეს. Now,